დღეს საინტერესო ღონისძიება შედგა ნამდვილად NKU-სა და SANGU-ს ინიცირებით მოხდა ამ დისკუსიის გამართვა, სადაც ჩართულები იყვნენ როგორც სფეროს სპეციალისტები, კერძო სექტორიდან, საჯარო სექტორიდან, ასევე ამერიკელი პროფესორები. მთავარი აქცენტი ალბათ დღის განმავლობაში, რაც დაისვა არაერთხელ, ეს არის კიბერსივრცის ძალიან, ასე ვთქვათ, დინამიური განვითარება, როდესაც აქ შემოდის ახალი საფრთხეები, მათ შორის AI, რომელსაც დადებითთან ერთად ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, უარყოფითი და საშიში მხარე გააჩნია, როგორც დაუშვათ უსაფრთხოების სფეროში ვხედავთ მის გამოყენებას და ეფექტიანობას გაგვიზრდის ნამდვილად ჩვენს ყოველდღიურ ოპერაციო საქმიანობაში, ანალოგიურად ეს ღირებულება დაინახეს კრიმინალებმაც და ამ მხარესაც ველოდებით, რომ გამოიყენებენ და უკვე არის რაღაც ნიშნები დეзинფორმაციის ნაწილში, პროპაგანდის ნაწილსაც ეს უკვე გამოიყენება და ისეთ ადგილებში, სადაც ცნობიერების დონე მომხმარებლების, მაყურებლების არის შედარებით დაბალი, ეს განსაკუთრებით საშიშია, იმიტომ რომ ადვილია ასეთ დროს fake news-ების გავრცელება. შესაბამისად, ეს ალბათ კიდევ ერთი მთავარი აქცენტი იქნება მომდევნო წლებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად უფრო რეაქციულები ვართ, ვიდრე პრევენციულები და გვშვებია, რომ საფრთხის მოხდენის შემდეგ ვახდენთ ხოლმე რეაგირებას, ვფიქრობ, რომ მაინც მოგვიწევს ეკოსისტემის შექმნა, სადაც წინსწრებად უნდა ვიყოთ მზად მომდევნო საფრთხეებით. შესაბამისად, ამ ეკოსისტემის ჩამოყალიბება უკვე იმპულსურად, ხშირად ქაოტურად, სადღაც სისტემურად მაინც ხდება. ძალიან მალე მივიღებთ ამ შედეგს და შეიცვლება ჩვენი უსაფრთხოების რელიეფიც.